დღეს ზემო საყვარელო გოგონა სანტახარ გამოდი გეგონა დამავიწყდა სტარებში ვარდები გამოდიო დადიდან მაში შრიალი პოთლის ჩემს გულში ვარდები გურჩქნები ჩემს გულში ხალხო სალღებში ვარდები შენ რომ გიყურებ ერთ ოთახში არიან მარიამი და ჯავახა ბედნიერად მეორე ოთახში ბონდო და მუზები და შუაში მე ჩემს დათუნიასთან ერთად თავგასული ასული გადაიქცა მარტო სულ ასულად რალი გადადი ალაჰერები სულასე კეჩი დამიბერი მშვიდობის მოგესალმებით რუსტოვიორის პირდაპირ ეთერშია ჰაუსის ლაივი ნუკა მარბელაშვილთან ერთად დღეს დიდი ნახევარფინალია მაშასე შევეგებოთ ნახევარფინალისტები დათო დები მუზები თინათინი და დიანა ანან ლევუ ჯავახა ასევე ჰაუსის სტუმრები ბონდო და მარიამი ხმის მიცემა შეწყდა ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაქვთ დარჩენილი ფინალამდე მეგობრებო ხმები დათვლილია და ამ სეზონის რეკორდიც მოხსნილია სულ შემოსულია 781,910 ხმა მეგობრებო ხოჩა ეს საოცრება ხოჩა ჰაუსის პირველი ფინალისტია 60.66%-ით ორი მუზა თინათინი და დიანა გილოთა გოგოებო ფინალში ხარ ჰაუსის მეორე ფინალისტი არის ჯავახა გილოთა გოგოებო ფინალში ხარ და მესამე ფინალისტი ლევუ გილოთა ლევუ ფინალში ხარ ჩვენ ვხედავთ სამ ფინალისტს ესენი არიან ორი მუზა ჯავახა და ლევუ ახლა მნიშვნელოვანი განცხადების დროა ფინალში მიიღება მხოლოდ ფასიანი ზარები ჩემო ლამაზებო დენაცვა რა გეხუტეთში მადლობა ანუ იმდენად აი არ გჯერა ეს არის აი ფეხები მომეკვეთა ხალხი 60% ეს არის აი სასწაული მართლა ჩვენმა გულშემატკივრებმა ისტორია დაწერეს უღრმესი მადლობა ამისთვის უღრმესი მადლობა იმდენად ბევრი ემოცია მქონდა რომ ამის ანუ გული წამივიდა ანუ თავბრუ დამეხვა დამიფნელ და მოკლედ მადლობა ყველაზე საუკეთესო არ მყოფნის სიტყვები ძალიან გახარებული ვარ რადგან უკვე ფინალში ვარ ნამდვილად არ ველოდი მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ხალხო მე ვარ უკვე ბედნიერი იმიტომ რომ მე ვარ უკვე გამარჯვებული ამ ხელა აუდიტორიამ ჰაუს ძალიან მადლობა ამიტომ წარმატებებს ყველა ფინალისტს მე გამარჯვებული იმიტომ რომ ამ პროექტში აი ფინალამდე მოვედი და ახლა ფინალში ვარ და მეორე გვერდსომი შეიძლება ეს ლაბაზი ქალბატონი სულ ეს არის იმ დროისთვის რაც მე დამითმეთ უღრმესი მადლობა თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი გულშემატკივარი მე მინდა ვთქვა რომ მე მყავს ჭკვიანი გულშემატკივარი და მე ვამაყობ თქვენი და ჩემთვის პატივია რომ თქვენაირი ჭკვიანი ადამიანები რომლებიც აზროვნებენ ხდებიან ყველაფერს არიან ჩემი გულშემატკივრები უღრმესი მადლობა ყველას ბრავო აბარა ჩვენ დავბრუნდით და იწყება ბოლო კვირა. უკვე მეორედ ჩვენმა ძვირფას და საუკეთესო გულშემატკივრებმა მოახდინეს ესეთი ფურორი. სასწაული. თითქმის 9 მილიონი ხმა და ჩვენ ბრუნდებით სახლში როგორც ხმის ლიდერები. გილოთან დაბრუნებას
ფინალისტები ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები. ძალიან ბედნიერები ვართ. არ ვართ ფინალისტები, მაგრამ ბედნიერები ჩვენ ვიბანავთ სიყვარულში. ძალიან მადლობა. და ძალიან ვაფასებ ყოველ SMS-ს, ყოველ ზარს, ყოველ კომენტარს, ყოველ დაგულებას. ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. აი ასე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც კი ერთი ზარი კი გამოუშვა, ერთი SMS-იც კი გამოუშვა. თქვენ ხართ ჩემი ძალა, მე უკვე გამარჯვებული ვარ ხალხო, იმიტომ რომ ამ ხელ აუდიტორია შევიზინე. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემ ჭკვიან გულშემატკივარს, რომელიც მართლა ჩემს გვერდით იდგა და მე გხედავთ თქვენ. მიყვარხარ. ვალა. ჩემი მაიმონი შესამანა. ლაივის მერე დავბრუნდით სახლში. პირველი ლაივია, რის შემდეგაც ყველა გახარებული ბრუნდება სახლში, რადგან უკვე ვიაზრებთ, რომ ფინალისტები ვართ. უკვე ვიაზრებთ, რომ ეს დიდი გამარჯვება და ბედნიერები ვართ. გილოცავთ, კი ვისურვებდი ახლა მეც რო ყოფილიყავი ფინალისტი, მაგრამ მიხარია რომ ვარ თქვენი საპატიო სტუმარი. ერთად ჩვენ გავიარეთ ეს გზა ერთად. ვაიმე ხალხო ფინალში ვარ ხალხო გესმით პირველი კვირიდან მოვედით აქამდე ხალხო თქვენ არიცით აქ ყოფნა როგორი რთულია მომენტებში მაგრამ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რუსთავი 2-ს რადგან საშუალება მომცა რომ ჩემი თავი წარმომედგინა და ჩემი თავი დამენახებინა იმ ადამიანებისთვის როგორიც ვარ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რუსთავი 2-ს იმიტომ რომ ახლა ვინც ვარ და აუდიტორიაში სახელი რომ ეთქმის თქვენი დამსახურება ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეს თქვენი სადეგო ვერც კი ვიფიქრებდი რომ ფინალამდე მოვიდოდი ხალხო მთელი ჩემი ცხოვრება მოვდიოდი ეს აი აქამდე მოვიდოდი მარტო არ მეკონა რომ ფინალში გავიდოდი რეალიტი შოუსი სადაც გავიცნობდი ამ ულამაზეს გოგონას და ახლა ვარ ყველაზე ბედნიერი რომ ეს ადამიანი გავიცანი და ვარ ფინალში და ძალიან დიდი მადლობა რუსთავი რომ ამ ყველაფერს მაშასე გაგრძელება იქნება ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ყველანი ბრუნდებით ჰაუსში და ყველა არის ბედნიერი, გაღიმებული და არანაირი კონფლიქტი არ მოხდა ჩვენს შორის. ყველას ძალიან უხარია, რომ ჩვენ ვართ ფინალისტები. ვიფიქრებდი? არც ერთი წამით არ ვიფიქრე. იცი საიდან დავიწყე? იმ დროს ხომ მოგიყევი. საიდან დავიწყე? დედას ვიცავარ და სად მოვედი? ვიფიქრებდი, ფინალში იქნებოდი. არა, მე მეგონა ორი კვირა ვიქნებოდი. და მე უბრალოდ დავტოვებდი აქაურებას. ამ სამი კვირა, იმიტომ რომ არ შემოსულა არც სტრატეგიით, არც რაღაც სხვა ადამიანი არ შემოსულა. ის ადამიანი ვიყავი ყოველთვის, ვინც ვიყავი, არც ის ხუმრობები არ მეუხერხულებოდა, არც ის არაფერი, ანუ ის ადამიანი ვიყავი, რაც რეალობაში ვიყავი და აქამდე მაგით მოვედი ჩემი აზრით. მე რო რაღაც როლი მომერგო და რაღაცნაირი ტაქტიკით და რაღაცნაირი იმით შემოსულიყავი რა, რაც არ ვიყავი, აუცილებლად გამოვლინდებოდა ეგ ყველაფერი. საიდან დავიწყე და სად მოვედი? მამა, თუ ამ ლაივს უყურებ, სამგორში რომ მელოდებოდი ხოლმე, რომ უბრალოდ ნორიოში წაგიყვანე და აი გზაში რა საუბრებიც გქონდა ხოლმე რა, რომ აი თუ შეტყავ ბოლომდე უნდა გატოყო და ყველაფერი უნდა გააკეთო რა მაგისტრის რა და უკან არ უნდა დაიხიო. აი ამ სიტყვას რომ მეუბნეოდი ზუსტად მაგიტო არ ეხლა აქ.
რუსთავიოში რეალიტი შოუს ფინალში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახაც მინიმალურად მაინც ეს შენი სიტყვები გავითვალისე და აი ახლა კვარტფინალში ვზივარ და ყველაზე დიდი წვლილი ვისაც მიმოუძღვის რომ მე აქ ვარ ჩემი გულშემატკივარი, მაგრამ პირველ რიგში ხარ შენ რა, რომ მასწავლე ის რო არასდროს არ უნდა ჩამოყარო არც ხელები, არც ფეხები და არც თავი და არაფერი აბსოლუტურად. და ეს ყველაფერი შენ მასწავლე. ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ რაც მინდოდა ყველაფერი გავაკეთე. ჩემს ცხოვრებაში თითქმის უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული მაქვს წარმატებამდე. ერთ კვირაში მეტი შენს გამარჯვებას აღნიშნავ. მე უკვე გამარჯვებული ვარ. შენ რო გაგიცანი და ის რო გავაკეთე რაც მინდოდა. რომ გარკვეულმა აუდიტორიამ გამიცნო. ყველა ჩვენგანი ძალიან ბედნიერია, რადგან ერთად ვართ ფინალში და ვრჩებით ჰაუსში. მოდით დაღლილი შენს მაგივრად, ალის მე ვარდებს ვეფერები. ახ როგორ მიყურე, მოდი და შენც მოგეფერები. შენი ნაჩუქნი ვარდები, მუდამ უჭკნელი იქნება, იცოდე შენი თვალები, მე ჰაერი მჭირდება. ლა 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 ლაი ლა ლაი, ლა 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 ლაი ლა ლაი, ლა 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 ლაი ლა ლაი, ლა 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 ლაი ლაი ლაი, ლა 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 ლაი, ლა 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 ლაი. ყველა ვიაზრებთ უკვე ფინალში ვართ ხალხო და ახლა აი ძალიან პოზიტივად დაისადგურა. აბა გაუმარ! ჯოს, გაუმარ! ჯოს, ყველას გაუმარ! გილოცავთ, ყველას გილოცავთ. უღრმესი მადლობა ჩვენო ძვირფასებო. ყველა მონაწილის გულშემატკივრებო და უბრალოდ მაყურებელო, რომლებიც თავის უძვირფასეს რესურს დროს უთმობთ ჰაუსის ყურებაში ატარებთ და ჩემი აზრით ყველა მონაწილე ძალიან ვაფასებთ აი ამ გულშემატკივრობას და ამ ყურადღებას თქვენგან. თუნდაც სულ არავის რომ არ გულშემატკივრობდეთ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ და გვიყურებთ. შევეცდებით ბოლო ერთი კვირა ჰაუსში იყოს პოზიტიური. შევეცდებით. ხას უსმა. შევეცდებით რომ იყოს პოზიტიური და დაგამახსოვრდეთ ყველა კარგად და პოზიტიურად. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდით, ვინც დრო დახარჯეთ, ვისაც შეგიყვარდით, ვინც გვასწავლეთ ყველაფერი ამ ჰაუსში. მიიღება იმის, რის მიიღებაც არ გვიყვარს, თუნდაც ნეგატივის, ზოგჯერ ზედმეტი პოზიტივის. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის. და დარწმუნებული ვარ ყველასთვის, როგორც ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწვევა. მადლობა ამისთვის. ჩვენ პატარა ცხოვრება გავიარეთ ამ 3 თვის მანძილზე და ეს ცხოვრება იყო სავსე ძალიან ბევრი პატარა ისტორიებით, რომლებიც სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება. ბოლომდე თქვენი წარმატებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეთ. მე უკვე გამარჯვებული ვარ. იმიტომ ჩვენ ყველა უკვე გამარჯვებული. დიახ, ასევე თქვენც უკვე გამარჯვებულები ხართ, იმიტომ რომ რუსთავერმა მოგცა იმის საშუალება, რომ ამხელა აუდიტორიას გავეცანით და ამხელა აუდიტორიასთან წარმოგვეცინათ ჩვენი თავები. ესე ბედნიერად, ლაღად და წყნარად მიდის საღამო იმედი, ასე გაგრძელდება მთელი ღამე. გაგიმარჯოს. და რუსთავის გამომართვის რომ შენი თავი გამოცნო. მოიცა. დღეს რა დღეა? 14-ია. არა, პარასკევი. 14-ია, ხო? ვალენტინობა, გოგო. ო. სულ დამოვიწყდა. ვაიმე, მოდი გაკოცა, ჩაგეხუტო, გეხვეწე.
ჩემი პაპა ვალენტინობას ღმერთო ჩემო როგორ დამოვიწყდა ეს ყველაფერი ჩემი ლამაზი ნახე ანუ პროექტში აი არის ყველაფერი ანუ წარმოიდგინე ახლა ჩვენ ახალი წელი ყველაფერი ანუ ყველაფერს ერთად შევხვდი და ეხლა ვალენტინობასაც ხო როგორ დამოვიწყდა ვაიმე ღმერთო ეს რატომ უნდა დამიწყებოდა ყოფიში ვარ სამწუხაროდ გამომცა რა ვთქვა იმდენი საფიქრები გქონდა რომ საიდან დაგახსოვდეს ის ყველაფერი შემოხდა მარტივად ხალხო დღეს არის ვალენტინობა. ესე იგი, დაუჯექი მარიამს და ვითომ არა მახსოვს რომ ვალენტინობა. ვაიმე მარიამ, ვალენტინობა ახლა როგორ დაამავიწყდა ეს ყველაფერი. გასდა უცებ წაბდა საყვარელო გოგონა სანტახარ გამოდი გეკონა დამავიწყდა არა გამოდი ოთახიდან წვიმაში შრიალი ფოთლის რომელიც ბძინავს შენი გეკონა დამავიწყდა როგორ დამავიწყდა ვაიმე მაგო მერცკე პიცები დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა ალბათ იმგენარ მოყვება დარდი როცა ჩურჩული გოგო დამავიწყდა ის ყველაფერი არა დამავიწყდა და მარიამის სახე ბედნიერდება, უცებ მარიამის თვალებიდან გულები გამოდის, ესე ვარსკვლავები და ცისარტყელა გამოესახა თავზე და მეც რა თქმა უნდა ძალიან გავბედნიერი, იმიტომ რომ ჩემი ლამაზი გოგო გაბედნიერდა, მისი ბედნიერება ჩემი ბედნიერება. რა არის? ეს არის ფოტოების გადაიღება. ვაიმე, მე ხადავები? რა საყვარელი? მოგობა. შემოგაბარა ხო ძვარი არ გამოვიწყდები რა შობა ახალი წელი ვალენტინობა ყველაფერი ერთად გავიარე და გეკონა დამოვიწყდა რა მაგარი სახეობი ვარ კი სხვათა შორის ხარ ალო ამ ადამიანთან გავატარე აი 21 წლის ვარ და აი მარტო ყველაზე ბედნიერი წლებია ეს ჩემთვის რომ ამდენმა აუდიტორიამ გამიცნო შევიძინე ეს ადამიანი უკვე გამარჯვებული ვარ მიტი ჩემს ცხოვრებაში ახლა ის გადაგჩენია რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები ჩემო მარიამ ზანოიდი ფიქრე დამოვიწყდებოდა ძალიან კარგია ხალხო მართლა მიყვარს დედას ფიცავარ მართლა სუდარი ვარ რო ხედავ მეც მიყვარს დედას ფიცავარ მეც მიყვარს ვინც რაც არ უნდა თქვას როდესაც ვხედავ ბედნიერ სახეებს მეც ბედნიერდები და როდესაც ვხედავთ მამაკაცს თაიგულით ხელში ვისთვისაც არ უნდა მიხქონდეს ეს თაიგული ეს ყოველთვის ულამაზესი სანახაობაა და ძალიან მოხარებული ვართ რომ დღეს უკვე დამდგარ სიყვარულის დღეს ჩვენ სიყვარულის გარემოცვაში ვართ და ეს ადამიანები ერთმანეთს ეფერებიან აი ასე გრძნობებს გამოხატავენ თმები მაგიმარჯოთ ბავშვებო მაგიმარჯოთ მადლობა მადლობა სიყვარულის ფერია ვიმღერია გოგონა მადლობა ნუ მელანდები მოდი დავტრიალდეთ კარგად შემი გული აჰა ფურჩქნებიან ჩემს გულში ვარდები
შენი ხელების ტალღებში ვარდები შენ რომ გიყურებ დნება დარდები და იგურჩქნებიან ჩემს გულში ვარდები იგურჩქნებიან ჩემს გულში ვარდები შენი ხელების ტალღებში ვარდები შენ რომ გიყურებ დნება დარდები და იგურჩქნებიან ჩემს გულში ვარდები შეფიქრდეს ხვარლები რა საყვარელი არის მადლობა ამ პოლაროიდისთვის ნახე როგორი საყვარელი ფოტოები გადავიღე და ახლა შეგვიძლია ჩვენ ერთად გადავიღოთ ბევრი ფოტოები ახლა შევქმნით მემორის ხალხო და მე გავაკრავთ ჩვენ გაგეპლატო თან კი აუ გეხვეწები გაგდები რომ მიყვარს რა უძემცი და თვალები ძებით აი მოიცადე ერთი მიხარ როცა იღებ და გავაკრავ 1 2 3 მიდი ხალხო შეხედე როგორ საყვარელი ხარ ეს ნიკოლოზ ჯავახიშვილი საქართველოს დამსახურებული მოქალაქე არის წარმოდგენილი ჩვენს ფოტოზე ეხლა ამო ეხლა გადავუღოთ ჩვენს გოგოებს აი ეს ისტორიას დარჩება ეს იცით რა ცუდად გადავიღო ჩემო მეგობრებო ისტორიას დარჩება ეს ფოტოები აი შეხედე მოდი ახლა ჩვენ გადავუღოთ ჩვენს მონაწილეებს ფოტოები აბა გაიღიმეთ კარგით ხალხო ჩვენზე ნუ დახარჯავთ ცოდოა არა რას თქვენზე არ დავხარჯავ ხალხო ფინალი არის ეხლა რა ფინალი არის შენც მოდი ბარემ შენ მოდი შენ არა მიდი მოდი მარი მიდი ჩაიხუტე მუზებს შუაში დაუდექი დასენდვიჩი კიდე საოცარი კადრები გადავიღო შუაში მარიამ ჩვენს დობრები ვარ დასენდვიჩი კარგი ხო გაიბრანჭეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს ჯავახასთან და მარიამთან, მაგრამ ეს ისეთი საღამო არის, როცა ყველა ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ის ბედნიერება, რაც გაგვაჩნია გულში. მოდიან ჯავახა და მარიამი და ჩვენთან ერთად იღებენ პოლაროიდის ფოტოს. შეიძლება ყველა მონაწილეს გადავუღეთ ფოტო რა ყველა მუზეუმსაც გადავიღეთ ფოტო და მიდი ძალიან საყვარელი გამოდის მე მგონი ჯერ უნდა თონი კარგად ოაიმე მართლა რა საყვარელია ჩემო მეგობრებო შუაში მე ლერო და შუაში დიას არის წარმოდგენილი სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო იყო მარიამი და ჯავახა შემოვიდნენ სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად და რაღაცნაირად გული დამითვა გამიხარდა და ფოტოს ძალიან საყვარელი გამოვიდა. პროექტში შემოვედი, ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი მოგონება შევქმნი რა. ძალიან ბევრი კარგი მომენტი გქონდა. ძალიან ბევრი სიხარულის მომგვრელი მომენტებიც გქონდა. ბედნიერები ვიყავით, ლაღები ვიყავით, კარგები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩვენ სამივე ვართ ფინალში და ძალიან ბევრი ნეგატივი დაგვიწრობა სამივეს. ერთმანეთის მიმართ, აქეთ-იქით და ცოტა იყოს მომენტში რაღაცაირად უგზნობ ხოლმე თავს რა. რომ ანუ მუზები და ლელუ და ბიჭები იყვნენ, ვისთან ერთადაც ვიყავი ხოლმე და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ხოლმე რა და ახლა მე მუზები და ლელუ ვართ ფინალში და ერთმანეთის ყველაზე დიდი კონკურენტები ვართ ამ შემთხვევაში და რაღაცა შეგრძნება რა, ნოსტალგია გაწყდება იმ ყველაფრის, რაც გაიარეთ, როგორ იცინოდით, როგორ აკეთებდით ყველაფერს ერთად და აი მომენტებში მაწება ხოლმე, მინდა ხოლმე რომ ანუ ეს ყველაფერი გამოვხატო რაღაც, მაგრამ მე მახსენდება რომ ანუ
ძალიან ბევრი ამ სიხარულს და სიყვარულს ძალიან ბევრი ნეგატივიც წამოვიდა რა აქედან და მე აი ეს მაფერხებს ხოლმე თორე ძალიან მინდა ხოლმე რომ ესე ამოვიყო და დავდო ის რასაც ჩემს გულში ფიქრობ ხოლმე მაგრამ სამწუხაროდ ის ამდენი დაგროვილი ნეგატივი არ მაძლევს მაგის საშუალებას მაგრამ გულის სიღრმეში ეს ხონერდა ყველაფერი წარმოიდგინდა რომ მე ფინალში ვიკნებოდი. ვერც მე ვერ წარმოვიდგენდი. ცხოვრება საინტერესოა. და რა თქმა უნდა ფინალისტებს, ბავშვებს, ყველას უსურვებ წარმატებას. აქ ვინც ვართ ფიქრობ რომ ყველა ნამდვილად ვიმსახურებდით ამას. გამარჯვებასაც ფიქრობ რომ ყველა ვიმსახურებთ. ჩვენი ტკივილი ჩვენი სიხარული ზოგი კონტენტს აკეთებდა ღეროდა ზოგს love story ქონდა ზოგი სამართლიანი იყო ასე რომ ფიქრობ ყველა ვიმსახურებდით დღევანდელ დღეს ერთ ოთახში არიან მარიამი და ჯავახა ბედნიერად. მეორე ოთახში ბონდო და მუზები. და შუაში მე ჩემს დათუნიასთან ერთად თავგასული ასული გადაიქცა მარტოსულ ასულად. მე მთრალი ვარ გესმის მთრალი და ჩემს სულში ეშმაკების ახლდები მოგონებით ამსებია ორთავთვა და შეშლილი შენს ცივსახეს ვაკვირდები ციუღვინოში ფერმი ხდილის სახე გდია არა მაინც რაღა ეხლა გამახსენდი რაცა თვალნი დიონის სემდამიბურა ალავერდი შენთანა ვარ ალავერდი დალიე გადადი ალავერდი სულ ასე ხინში დამიბერდი დალიე გადადი ალავერდი სულ ასე ხინში დამიბერდი